ეს გახლავთ უშუალოდ ვინც ტრაქტატის გაფორმებისას მონაწილეობდნენ, პავლე პოტიომკინი რუსეთის მხრიდან და საქართველოს მხრიდან ივანე მუხრან-ბატონი და გარსევან ჭავჭავაძე. ეს გახლავთ ერეკლეს ცნობილი ხელმოწერა. სწორედ ამ ცნობილი ხელმოწერის გამო გახდა მეფე ერეკლე მეორე ბევრისთვის კრიტიკის ობიექტი. 1793 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში გაფორმდა ეგრეთ წოდებული სამეგობრო შეთანხმება. თუ კარგად გავეცნობით ამ დოკუმენტს, აღმოჩნდება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმებულია ისეთი პუნქტები, რომელიც ადეკვატურია საქართველოსა და რუსეთის, უბრალოდ ქართლ-კახეთისა და რუსეთის მდგომარეობისა, ძალისა, მისი გავლენის რეგიონში და ასე შემდეგ. სულ სხვა არის, რამდენად შესრულდა ეს. გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით ქართლ-კახეთის და რუსეთის სამეფოები ერთმანეთის დახმარების ვალდებულებას იღებდნენ, თუმცა ტრაქტატში რამდენიმე საკამათო პუნქტიცაა შესული. მაგალითად, ქართლ-კახეთის კათალიკოსი რუსეთის წმინდა სინოდის წევრი ხდებოდა. ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველს შორის უთანხმოების შემთხვევაში რუსეთი არბიტრის როლს ირგებდა. საქართველოს საგარეო პოლიტიკაც მთლიანად რუსეთთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამ ცალკეული პატარ-პატარა შენიშვნებისა, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ ჩემი აზრით ეს ტრაქტატი აბსოლუტურად შეესაბამება იმ რეალობას, რაც იმ პერიოდის მახლობელ აღმოსავლეთში, კავკასიაში და იმ სივრცეში იყო, სადაც საქართველოს უწევდა ცხოვრება და ბრძოლა. გეორგიევსკის ტრაქტატის გარდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების ამსახველი სხვა დოკუმენტაციაც ინახება, სადაც ჩანს, როგორ შეიცვალა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ტრაქტატის დადებამდე და დადების შემდეგ. განსხვავება არის ის, რომ ტრაქტატამდე დოკუმენტები ერეკლე მეფისა და პავლე პოტიომკინის მიმოწერა არის მეგობრული და რუსეთი დაინტერესებულია მოიცალა მართლაც საქართველოში რუსული პოლიტიკის დამყარებისათვის. ერეკლეს ხმაც მწამდა, რომ ერთმოწმუნე რუსეთი მას დახმარების სახელს გაუწევდა და მას დაიხსნიდა ირანული ოსმალური აგრესიისაგან და ლეკიანობისაგან. ურთიერთობა მართლა ძალიან მეგობრული და ნორმალურია. ტრაქტატის დამყარების მერე კი რუსეთმა მოგეხსენებათ არ შეასრულა ეს ტრაქტატი და ამ დოკუმენტებში ჩანს, რომ უკვე აქ ჩამოსული რუსული მოხელეები, მოღვაწეები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საშინაო საქმეებში ჩარევას, საქართველოს სამეფო კარგავს უკვე დამოუკიდებლობას. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებიდან დღეს 226 წელი გავიდა. ქართლ-კახეთის სამეფოს ბეჭდით დამშვენებული ეს საკამათო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.